ფინანსური თავისუფლების მოპოვება არ არის სწრაფი გამდიდრების სქემა. ეს არის გრძელვადიანი, სტრატეგიული და დისციპლინირებული პროცესი. სრული ფინანსური თავისუფლება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც თქვენი პასიური შემოსავალი, ინვესტიციებიდან, ბიზნესიდან, უძრავი ქონებიდან ფარავს თქვენს ცხოვრებისეულ ხარჯებს და აღარ გიწევთ ფულის გამო მუშაობა. იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, საჭიროა რამდენიმე ფუნდამენტური ეტაპის თანმიმდევრული გავლა. 1. მენტალური მზაობა და მიზნის კონკრეტიზაცია. ფინანსური თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვა რიცხვს ნიშნავს. პირველი ნაბიჯი ამ რიცხვის გამოთვლაა. 4%-იანი წესი და FIRE მოძრაობა. ეს წესი, Financial Independence, Retire Early, გვეუბნება, რომ თუ გსურთ იცხოვროთ მხოლოდ თქვენი ინვესტიციებით, უნდა დააგროვოთ თანხა, რომელიც თქვენი წლიური ხარჯების 25-მაკს უდრის. მაგალითი, თუ თქვენი სასურველი ყოველთვიური ხარჯი არის 3000 ლარი, წლიურად 36000 ლარი, თქვენი ფინანსური თავისუფლების სამიზნე კაპიტალი არის 36000 გამრავლებული 25-ზე, ანუ 900000 ლარი. ამ თანხის უსაფრთხოდ ინვესტირებისას, საშუალოდ 4-5% წლიური სუფთა ამონაგებით, შეგიძლიათ ყოველწლიურად გამოიტანოთ 36000 ლარი, ისე რომ ძირითადი კაპიტალი არ ამოგეწუროთ. 2. ბიუჯეტირება და ხვრელების ამოვსება. ვერ მართავთ იმას, რასაც ვერ ზომავთ. აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, საიდან მოდის და სად მიდის თქვენი ფული. აღრიცხვა. გამოიყენეთ აპლიკაციები, Wallet, Spendi ან Excel-ის ცხრილი ხარჯების კატეგორიზაციისთვის. 50-30-20 წესი. ეს არის ფინანსების მართვის ოქროს სტანდარტი. 50% აუცილებელი ხარჯები, ქირა, კომუნალურები, საკვები, ტრანსპორტი, 30% პიროდი სურვილები, გართობა, მოგზაურობა, რესტორნები, 20% დანაზოგი და ინვესტიციები. ეს არის თქვენი თავისუფლების ფონდი. 3. ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის, Emergency Fund-ის შექმნა. სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, უნდა დაიზღვიოთ თავი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემა, მოცულობა. ეს თანხა უნდა ფარავდეს თქვენი ოჯახის 3-დან 6 თვამდე აუცილებელ ხარჯებს. ხელმისაწვდომობა. თანხა უნდა იდოს მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას, მაგალითად შემნახველ ანაბარზე, რათა საჭიროებისთანავე შეძლოთ გამოგენება. 4. ვალების ოპტიმიზაცია და გასტუმრება. ყველა ვალი ერთნაირი არ არის. ფინანსური თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ცუდი ვალები ყველაზე დიდი მუხრუჭია. ცუდი ვალები, სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ბარათები, აქვთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. დაიწყეთ მათი გასტუმრება ზვავის მეთოდით, ანუ ჯერ იხდით ყველაზე მაღალ პროცენტიან სესხს, ან თოვლის გუნდის მეთოდით, ჯერ იხდით ყველაზე მცირე მოცულობის სესხს, მოტივაციისთვის. კარგი ვალები, მაგალითად იპოთეკა ზომიერ